საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არჩევნების სჯერა და სურს ქართული ოცნება ხელისუფლებიდან სწორედ საარჩევნო გზით წავიდეს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლის განვითარებას. მეხუთე პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სხვაგვარი სცენარი გზას გაუხსნის არეულობასა და დესტაბილიზაციას, რაზეც მისივე განცხადებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა რომ არჩევნებით ნამდვილად მოხდეს ეს ამ ქართული ოცნების წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა წინ, რომელიც ხელს არ შეუშლის არც განვითარებას და პირიქით ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენ რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ. ამიტომ მე ამაზე და ამას ვამბობ, მე ამაზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებ, არ ავიღებ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის ალიანსში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნებმა აზრი დაკარგა, რადგან ბიძინა ივანიშვილი რეალური არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაციას ატარებს, ზღუდავს ოპონენტებს, ცვლის კანონმდებლობას და პოლიტიკურ აქტორებს საპატიმროში კეტავს. მათი თქმით, აუცილებელია არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ნდობის აღდგენა, რისთვისაც ოპოზიციურ ალიანსს კონკრეტული ცვლილებების მონახაზი აქვს შემუშავებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება. ყველა რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი ჯერა არჩევნების, თუ ეს არჩევნები რეალურად ტარდება და თუ არ ტარდება სპეცოპერაცია. ივანიშვილი ატარებს სპეცოპერაციას, არ აძლევს ოპონენტებს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და საერთოდ ციხეში ყავს გამოკეტილი, შეცვლილი აქვს საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნებმა ქვეყანაში აზრი დაკარგათ. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მოქალაქეების საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც საჭირო არის, რომ არჩევნებმა დაიბრუნოს აზრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონახაზი, მათ შორის ჩვენ ალიანსში პარტნიორებთან ერთად თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევნებისთვის აზრის დაბრუნება, რა ცვლილებები უნდა გახორციელდეს და სწორედ რომ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უკვე არჩევნების ჩატარება საქართველოში. ძლიერი საქართველოს ლელოს წევრები აცხადებენ, რომ მზად არიან ქართულ ოცნებას არ დაუთმონ არც ერთი ბრძოლის ველი და მონაწილეობა მიიღონ ყველა არჩევნებში. პარტიაში გახარეს საქართველოსთვის კი განმარტავენ, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. და ეს ხალხი, ვინც ახლა დღეს საუბრობს, რომ აი თურმე შესაძლებელია არჩევნების გზით შეიცვალოს მათ შორის ავტორიტარული რეჟიმი, აი ეს ადამიანები თქვენ კარგად გახსოვთ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ კამპანიას ეწეოდნენ არჩევნების წინააღმდეგ. მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და არჩევნები როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო დააკნინა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა. იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, ლელო მზად არის არ შეარჩინოს არც ერთი ბრძოლის ველი და ჩვენ მივიღებთ ყველა არჩევნებში მონაწილეობას. ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა ექნება მომავალში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას დღეს კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფალს მხოლოდ ხალხი ირჩევს და გარე ძალების დახმარებით მანიპულირება ვერ მოხდება. ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, ამას წყვეტს ქვეყნის მოსახლეობა. და ის ილუზია, რაც თქვენ გააქვთ, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცას დაავალებს, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართულ საზოგადოებაზე, ქართულ ხალხზე, არ გამოგივართ ეს. ქართულმა ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, აბსოლუტურად ყველაფერი იცის ქართულმა ხალხმა. თქვენ ნახეთ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ რაღაც პოლიტიკური პარტიებით, დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი არ გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი, თქვენ ხართ მოღალატეები. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. ოცნების პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ქვეყნის გარეთაც. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებსაც. 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია.